სასიყვარულო ბულიონში მოხარშული შენი ტვინი ადრე თუ გვიან გაიძულებს რომ ვინმე ქალს სერიოზულად მიეჯაჭვა. მაგ მომენტიდან შენთვის ქალის ფასეულობის განსაზღვრელი იქნება მისგან მიღებული დოფამინის რაოდენობა. შენ სიგიჟემდე შეყვარებულობა მოგინდება და მაგაზე ნაკლებზე აღარ იქნები თანახმა. პრობლემა არის შენი სხეულის ქიმიაში. დოფამინის მაღალი კონცენტრაცია რეცეპტორების მგრძნობელობას აქვეითებს. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ სულ რომ ნივთიერება ბევრი იყოს, ემოციების გრძნობა ნელ-ნელა კლებას იწყებს. შესუსტებული ემოციების პასუხად კი შენი ორგანიზმი ამცირებს დოფამინის გამოყოფას. შედეგად შენი ეგ ემოციები ბოლომდე მოჯდება. მორჩა კინო. ზუსტად ამიტომ ის წყვილები, რომლებიც თავიდანვე მკვეთრი და ინტენსიური სასიყვარულო განცდებით იწყებენ ურთიერთობას, უკუსვლის ტაიმერი აქვთ ჩართული. დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იკლებს გრძნობები. ახლა კი ყველაზე საინტერესო მომენტი. ფინალში რატომ განიცდის აბსოლუტურად ყოველთვის მხოლოდ ერთი მხარე. დოფამინი იკლებს ორივეში, მაგრამ ყოველთვის არსებობს ერთი მხარე, რომელიც მაგ სასიყვარულო ფსიქოზიდან უფრო სწრაფად ფხიზლდება და ზუსტადაც ის იკავებს ურთიერთობაში ძლიერ პოზიციას და ის ნელ-ნელა სულ უფრო პრეტენზიული ხდება, უფრო მომთხოვნი ხდება, უფრო მეტად იბუტება, სხვებთან შედარებას იწყებს და ასე შემდეგ. იმედია ახლა მაინც ხვდები თუ საიდან იწყება ქალის პრეტენზიები, მინდები და მოთხოვნები. ეგ ყველაფერი არის დამდაბლებული დოფამინის კომპენსაციის მცდელობები. რაც უფრო მეტი სიამოვნებაა დასაწყისში, მით უფრო მცირეა ადეკვატური ურთიერთობის ალბათობა. მაგრამ მთავარი კითხვა არის შემდეგში. პირველი ვინ გადაიყვარებს და როდის მოხდება ეგ? მაგ მომენტში, როდესაც ეგ მოხდება, შენ იგრძნობ რომ თქვენი ურთიერთობა უკვე საფრთხის ქვეშ არის. ეგ კი იმას ნიშნავს რომ შენ კიდევ უფრო ძლიერად შეგიყვარდება ის. მაგ ვითარებაში შენი ემოციები არ იკლებს, პირიქით სულ უფრო და უფრო იმატებს. იმიტომ რომ ყოველდღიური ნეგატივის, ეჭვების და განცდების ფონზე ნებისმიერი პოზიტიური, პატარა მომენტიც კი გაძლევს დოფამინს.